ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს საბჭოთა კავშირში უცხოვრია და ზუსტად იცის, რასაც ნიშნავს ეს რეჟიმი. თუმცა ისტორიული გამოცდილებებიდან გამომდინარე, არც ახალგაზრდობისთვისაა უცხო ის რეალობა, რომელიც საბჭოთა კავშირს თან ახლავს. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ამდენი წლის მერეც ჩვენი ქვეყანა კიდევ იმ საშიშროების წინაშე დგას, რომ ამ რეჟიმში თეორიულად დაბრუნება ისევ შეიძლება მოგვიწიოს, რასაც ბოლო წლების მოვლენებიდან გამომდინარე ბევრი დაეთანხმება. დღეს საბჭოთა კავშირის შესახებ არსებულ მითებზე ვისაუბრებთ. მითი. საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიურად განვითარებული და მოწინავე სახელმწიფო იყო. საბჭოთა კავშირს მართლაც ჰქონდა ტექნოლოგიური მიღწევები, კოსმოსური პროგრამა, ატომური ენერგია, სამხედრო ტექნიკა, მაგრამ ეს განვითარება ძირითადად მარტო სამხედრო სტრატეგიულ სფეროს ეხებოდა და არა სამოქალაქო ცხოვრებას. ჩვეულებრივი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ტექნოლოგიური პროგრესი თითქმის არ იგრძნობოდა. ტელეფონისათვის წლობით უწევდათ რიგში ჩადგომა. მანქანა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მხოლოდ ბლატით იშოვებოდა. სამეცნიერო ინოვაციები კი ხშირად მხოლოდ დახურულ სამხედრო ლაბორატორიებში ხდებოდა. ინფორმაციის ცენზურა, თავისუფალი ბაზრის არ ქონა და კონკურენციის არარსებობა აფერხებდა ინოვაციას. მაგალითად, როცა დასავლეთში გამოჩნდა პერსონალური კომპიუტერები, საბჭოთა კავშირში მსგავსი ტექნიკა მხოლოდ ცენზურით გაკონტროლებულ დაწესებულებებში ხდებოდა. ტექნოლოგიური კოპირება იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. მრავალი მოწყობილობა პირდაპირ ამერიკული ან იაპონური მოდელების არალეგალურად გადამუშავებულ ვერსიას წარმოადგენდა. რეალურად საბჭოთა კავშირში წარმოებული ტექნოლოგიები უმრავლეს შემთხვევაში კაპიტალისტური სამყაროდან პირდაპირ გადმოკოპირებული ტექნოლოგიების საკმაოდ დაბალი ხარისხის ანალოგი იყო. SSRK-ში ამ სტანდარტით ამზადებდნენ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ტექნიკასა და საკვებს. საბჭოთა მოქალაქეები იმ ტექნიკით არ იყვნენ განებივრებულები, რომლებიც მათ ცხოვრებას გაუმარტივებდა. ამასთანავე, საბჭოთა კავშირში არსებული გეგმიური ეკონომიკა ვერ ახერხებდა თუნდაც დაბალი ხარისხის ასლების საჭირო რაოდენობით ეწარმოებინა. 1975 წელს საბჭოთა მოქალაქეების მხოლოდ 61% ფლობდა ტელევიზორს, მაცივარი 45%-ს ჰქონდა, სარეცხი მანქანა 64%-ს, ხოლო მტვერსასრუტი 16%-ს. საუბარია მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაზე. საბჭოთა სოფლებში კი ადამიანები სრულად მოწყვეტილნი იყვნენ ყოველგვარ ტექნოლოგიებს. მითი. საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა. ფრაზას საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს ხშირად იმეორებდნენ, რაც ძალიან სასაცილოა რა. ამ ფრაზაში კარგად ჩანს, როგორც ცდილობდა საბჭოთა კავშირი ადამიანებისთვის დაეჯერებინა ის, რისი დაჯერებაც რეალურად წარმოუდგენელია. ცნობილი ფრაზა საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს არ ნიშნავდა, რომ ადამიანები ინტიმურ ურთიერთობებს არ ამყარებდნენ. არამედ ის ასახავდა ტოტალიტარულ ტაბუსა და საჯარო დისკუსიის აკრძალვას სექსუალურ თემებზე. სექსზე საუბარი საბჭოთა საზოგადოებაში მორალურ მიუღებლობად და დასავლური გარყვნილების ნიშნად ითვლებოდა. არ არსებობდა სექსუალური განათლება, სექსოლოგია. არ ისწავლებოდა სკოლებში, არც მედიასა თუ ლიტერატურაში განიხილებოდა. არ არსებობდა ქალის სურვილის, სიამოვნებისა და თანხმობის განხილვა. ყველაფერი ეფარდებოდა მორალის, სირცხვილის და ფუნქციის ენას. სექსი როგორც ფიზიკური აქტი, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში არ არსებობდა სექსი როგორც ცნობიერი, ღია, თავისუფალი ურთიერთობა, სადაც ინდივიდი თავისუფალია და არა სახელმწიფო ორგანოს დასამორჩილებელი ნაწილი. სექსი არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ რეპროდუქცია, სირცხვილი და გინეკოლოგთან ჩუმად რიგში ჩადგომა. მითი. საბჭოთა კავშირში ყველაფერი ძალიან იაფი იყო. მართალია არ იყო ძვირი, მაგრამ არც ისეთი იაფი იყო, როგორც ეს შეიძლება დღეს ვინმეს წარმოუდგენია. ხშირად იხსენებენ 27 მანეთად მოსკოვის ბილეთის ისტორიას. ეს იაფია? მაშინ საშუალო ხელფასი 120 მანეთი იყო, ანუ მოსკოვში გასაფრენად თქვენი ერთი თვის ხელფასის მესამედი დაგჭირდებოდათ. დიახ, ფასები ზოგიერთ პროდუქტზე იყო დაბალი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცხოვრების დონე მაღალი იყო, არამედ იმიტომ, რომ ეს ფასები ხელოვნურად რეგულირდებოდა და ბაზარზე უბრალოდ არაფერი იყო. ხშირად იაფი პროდუქტების საყიდლად ხალხი დღეობით იდგა რიგში, ან საჭირო ნივთებს ნაცნობობით და ქრთამით შოულობდნენ. იაფი პროდუქტი არ ნიშნავს ხელმისაწვდომს. მაგალითად, ხორცი და კარაქი ხშირად თაროზე საერთოდ არიდო. ხარისხი კი ხშირად უკიდურესად დაბალი იყო. ასეთი იყო იაფი ცხოვრების რეალობა. ეკონომიკა იყო არა მომხმარებელზე ორიენტირებული, არამედ გეგმის შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ აწარმოებდნენ იმას, რაც სისტემას აწყობდა და არა იმას, რაც ხალხს სჭირდებოდა.
ამ ეპოქის გაუაზრებლობა, შეუფასებლობა არის ის, რაც ძალიან სერიოზულად გვაზარალებს და აფერხებს ჩვენს წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გავიდა 30 წელზე მეტი საქართველოს დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა, ეს ეპოქა, მისი დანაშაულები ჯერ კიდევ არის ჩვენში და რაც მალე დავამარცხებთ მას, მით მალე გავალთ ჩაკეტილი სივრციდან.